ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ერთ-ერთ პოლიგონზე რუსეთის ფედერაციის მორგი სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს. წვრთნებში ძარცემის საველე პოლიგონზე მონაწილეობს 1500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 500-მდე საბრძოლო მანქანა. ეგრეთ წოდებული სამხრეთ-აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ წვრთნებში ჩართულია მოტომსხვრელთა, სატანკო და საარტილერიო ერთეულები, რომლებიც უახლესი მეთოდებით უნდა მოემზადონ თავდაცვითი და თავდასხმითი ბრძოლებისათვის მთის ტყიან რელიეფზე. ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ მსგავსი ტიპის წვრთნები პროვოკაციულ ხასიათს ატარებენ. დიმიტრი სანაკოევის განმარტებით რუსეთი რეგულარულად ატარებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გეგმიურ წვრთნებს, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს და პრინციპებს. რუსეთისთვის დღეს მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არ გავიდეს მისი გავლენის სფეროდან. ამიტომ ის ასეთი მეთოდებით აწარმოებს შეკავების პოლიტიკას, რათა საქართველო არ შევიდეს ნატოში. რა თქმა უნდა, ის წვრთნები, რომელიც სტარდება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკანონოა, არღვევს საერთაშორისო ნორმებს, შეთანხმებებს. ამაზე ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო მთავრობა რეაგირებს მყისიერად. მაგრამ სამწუხაროდ მეორეს მხრივ ეს ეგრეთ წოდებული წვრთნები გრძელდება, ესე გეგმიური წვრთნა. ბოლო პერიოდში ექსპერტთა ნაწილს არაერთხელ გამოუთქვამს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ატარებს რუსეთი გეგმიურ წვრთნებს ცხინვალის რეგიონში. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ რუსეთი ცდილობს კიდევ ერთხელ მოახვიოს მსოფლიო თანამეგობრობას აზრით, თითქოს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არის დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც ჰყავს თავისი შეიარაღებული ძალები. კიდევ ერთი დემონსტრირება ძალის იმისა, რომ სწორედ რუსეთი არის ბატონ პატრონი რეალური ვითარების, როგორც თქვა, სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ასევე მთლიანობაში, ასე თქვა, პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელსაც რუსეთი განიხილავს თავის ეგრეთ წოდებულ ახლო საზღვარგარეთად და თავისი გეოპოლიტიკური გავლენის ზონაში შემავალ ტერიტორიად. და ბუნებრივია, ქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აღნიშნული ჩატარება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, სერგდელობა რუსეთის მხრიდან, რომ წარმოაჩინოს ვითარება ისე, რომ თითქოს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ყავს საკუთარი შეიარაღებული ძალები, ვინაიდან რადგანაც, ვთქვათ, ის არის სუვერენული რესპუბლიკა და თითოეულ სუვერენულ სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს საკუთარი შეიარაღებული ძალები, თუმცა რეალურად ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი ცხინვალის რეგიონშიც აფხაზეთში მიმდინარეობს რუსეთის კარნახით. პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს განმარტებით იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო აქტიურადაა ჩართული და სისტემატურად იღებს მონაწილეობას ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს მსგავსი ქმედებით სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრირებას ნატოს წინაშე. ეს არის კომპენსირება გარკვეულწილად და ცდილობა რუსეთის მხრიდან ძალის დემონსტრირების, თქვათ, იმ ფონზე, როდესაც ნატო საქართველოს წვრთნები ჩატარდა, ისინი ჩატარდა ნატოს მიერ ახლა დაარსებულ სასწავლო ცენტრში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოგესწრებათ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა, განაცხადა, რომ აღნიშნული წვრთნები ატარებს პროვოკაციულ ხასიათს და ამის საპასუხოდ რუსეთმა ძალის დემონსტრირება მოახდინა ნატოს წინაშე, რომ თუ ნატო შეუძლია წვრთნების ჩატარება საქართველოს კონტროლება ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაში რუსეთს ასევე სადღაც 40-50 კილომეტრის დაშორებით შეუძლია ანალოგიური წვრთნების ჩატარება როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე თქვათ აფხაზეთში.